Დაკლავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დღეს კიდევ ერთხელ მოუწია მისვლა ხვიჩა სანაიას საკრებულოს წევრი უწყებამ გუშინ მოწმის სტატუსით ერთხელ უკვე დაკითხა. საგამოძიებო უწყებაში სანაია გუშინდელივით დღესაც ადვოკატის გარეშე გამოცხადდა დაკითხვაზე შესვლამდე მან განაცხადა, რომ საკრებულოს წევრების დაკითხვაზე დაბარებამ უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო, რაც შეიძლება პოლიტიკურ დევნათაც კი ჩაითვალოს. ნოდარ ჩაჩუეს ჩავთავთ ახლა პირდაპირ ეთერში. ნოდარ ხომარ დაუტოვებია საგამოძიებო უწყება სანაიას. არასოფლ არა თუ ხვიჩა სანაიას დაუტოვებია საგამოძიებო უწყება სულ ცოტა ხნის წინ დაახლოებით სანაიას შესვლიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში უკვე დაიბარეს საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობის წევრი ვახტანგ ცაგარეიშვილი, რომელიც აქვე იმყოფებოდა სანაიას მხარდამჭერ აქციაზე, ისევე როგორც ცაგარეიშვილიც დღეს მეორედ არის დაბარებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში და მასაც მედიის წარმომადგენლებთან კომენტარის მიზეზებთან დაკავშირებით თუ რა კითხვები შეიძლება დაუსვან საგამოძიებო უწყებამ და რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ძიება არ გაუკეთებია. ერთადერთი ჩვენთან სულ ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნანა ბაბუნიძემ, რომელიც აცხადებს, რომ მთავარი მიზანი საგამოძიებო უწყებისა არის ის, რომ ჩაიშალოს საკრებულოს ხდომა, რომელიც დღეს 5 საათისთვის არის დაგეგმილი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, სადაც ხდება გამიზნულად საკრებულოს ხდომის წინ ყოველთვის ხდება დეპუტატების დაკითხვა არაერთხელ. ეს ხდება თითქმის სისტემატურად, შემოვიდა რაღაც სისტემაში და მე არ ვიცი რანაირად უნდა მივიღოთ საერთოდ დადგენილებები, როცა აი ამ მდგომარეობაში ჩვენ რომელიც აი ამ დეპუტატების გვერდში უდგევართ, როგორ უნდა მივიდეთ და რა დადგენილებები უნდა მივიღოთ ჩვენ. ხვიჩა სანაია და ვახტანგ ცაგარეიშვილი საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ორი დეპუტატი, ორივე მათგანი ამ წუთებში დაკითხვაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში იმყოფება. რეალური მიზეზი დაკითხვისა უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ძიება და შემოწმება მიმდინარეობს 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო წინასაარჩევნო პერიოდისა. სწორედ ამას იძიებს საგამოძიებო უწყება, თუმცა ეს არის არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაცია, ოფიციალურად ამ ინფორმაციას არც საკრებულოს დეპუტატები და არც საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები არ ადასტურებენ. თუმცა ეს ორი არ არის ერთადერთი, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში საგამოძიებო უწყებაში დაიკითხა. სულ ცოტა ხნის წინ მიმდინარეობდა მთავარ პროკურატურაში საკრებულოს კიდევ ერთი წევრის გელა ომანიძის დაკითხვა, ხოლო ამ ბოლო 3 დღის განმავლობაში დაახლოებით 5-მდე საკრებულოს წევრია უკვე დაკითხული. რეალურად 5-მდე საკრებულოს წევრია, თუმცა ჯერჯერობით განცხადება იმასთან დაკავშირებით თუ რა მიზეზებია ამ საკრებულოს წევრების დაბარებისა არ არსებობს. სავარაუდოდ ოდნავ მოგვიანებით საგამოძიებო უწყება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს, სადაც დაკითხვის დეტალები იქნება აღწერილი, ასევე დაკითხვის დეტალებზე დაკითხვის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ თავად საკრებულოს დეპუტატებიც, რომლებმაც შესვლის წინ მედიის წარმომადგენლებთან ამის პირობა დადეს. დიდი მადლობა, ეს იყო ნოდარ ჩაჩუა.